ჩვენს ეთერში დახურული სხდომის დეტალებზე. ბატონ ზაქრო, გთხოვთ გვითხრა, მოგვიყვეთ, არის თუ არა რეალურად უმრავლესობაში დაპირისპირება მაჟორიტარული წესის გაუქმებაზე და თქვენ როგორც მაჟორიტარი, როგორც ვიცი, მომხრე ხართ ამ სისტემის შენარჩუნების, ეს ასია თუ არა? მოგესალმებით დიანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე არ დავარქმევდი ამას დაპირისპირებას, ეს არის უფრო ასთან სხვადასხვაობა, რაც დამახასიათებელია ქართული ოცნებისთვის, როგორც დემოკრატიული უმრავლესობისათვის, ასე რომ მე პირიქით ვამაყობ ასთან მრავალფეროვნებით და მიმაჩნია, რომ ეს არის მიღწევა, რომელსაც შენარჩუნება და განვითარება ჭირდება. მრავალფეროვნება შესაძლოა დემოკრატიული პროცესის ნაწილია, მაგრამ კიდევ უფრო დემოკრატიული პროცესის ნაწილია, როდესაც ეს მრავალფეროვნება აზრების ასახულია ხოლმე შემდეგ პროექტში. რამდენად იქნება ეს მრავალფეროვნება სადმე გათვალისწინებული? ანუ პროექტი რა მიმართულებით მიდის? მაჟორიტარული სისტემა უქმდება თუ თქვენი პოზიციების შესაბამისად შესაძლოა რაიმე გადაიხედოს კონსტიტუციის პროექტში? ჩვენი პოზიცია არის საკმაოდ ნათელი. ჩვენ ვამბობთ, რომ საყოველთაო სახალხო განხილვების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მათზე გამოთქმული წუხილები, მათზე სწორად დასმული საკითხები ასახული იყოს ქვეყნის ძირითად კანონში. და ფაქტიურად ყველგან გამოიკვეთა რამოდენიმე თემა. ერთი თემა გახლავთ სასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწების გასხვისების თემა. აშკარად გამოიკვეთა საზოგადოებაში არსებული მოთხოვნა მისი შეზღუდვის თაობაზე, სუმცირე გამოიკვეთა ქორწინების თემის კონსტიტუციაში ასახვის საკითხი, როგორც ძალიან დადებითი მოვლენა, გამოიკვეთა ასევე ხალხის მხრიდან ის, რომ მათ არ უნდა წაერთვათ თავის წარმომადგენლის არჩევის შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე პარტიებს არ უნდა ჩაუვარდეთ ხელში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მონოპოლიური უფლება, ასე რომ ეს ყველაფერი გამოიკვეთა საყოველთაო განხილვების დროს და ბუნებრივია პარლამენტის წევრთა რიგებში ძალიან ბევრი ფიქრობს ასე, როგორც ეხლა ვსაუბრობთ, რომ საყოველთაო განხილვის შედეგები უნდა აისახოს ქვეყნის ძირითად კანონში. თქვენსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, მაგალითად, მაჟორიტარული წესთან დაკავშირებით, რა ცვლილება პოზიციებში? ის ამბობს, რომ ეს წესი ავტორიტარიზმისკენ არის მიმართული. თქვენ არ დაეთანხმებოდით პარლამენტის თავმჯდომარეს? არის მისი სუბიექტური მოსაზრება არის, ირაკლი საკმაოდ კორექტული პიროვნება გახლავდა, მან თქვა, რომ ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებთ, იმიტომ რომ ავტორიტარიზმის განმაპირობებელია კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევა, ავტორიტარიზმის განმაპირობებელია ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა, ავტორიტარიზმის განმაპირობებელია ძალოვანი და პოლიციური უწყებების ძალადობრივ სისტემაზე მომართვა და არა მაჟორიტარი დეპუტატები. ეხლა გიგა ბოკერია იყო მაჟორიტარი, ახალაია იყო მაჟორიტარი თუ კეზერაშვილი იყო მაჟორიტარი. ეხლა არ ამგონია, რომ ეს არგუმენტი წონადი იყოს. მით უმეტეს უნებლიეთ ისე გამოდის ამ მიხეილ სააკაშვილი იყო თავის დროზე მაჟორიტარი. რა ქვია, რო თქვათ, ამერიკა და გაერთიანებული სამეფო ავტორიტარიზმის არიან განწირულები. ხო, ამერიკაში და გაერთიანებულ სამეფოში, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ ხალხს. ასე რომ ავტორიტარიზმის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ერთმანეთთან კავშირში არც ლოგიკური მგონია და არც სწორ და სხვათა შორის გასაგებია. თქვენ არ ეთანხმებით ამაში ირაკლი კობახიძეს. ბოლო კითხვა მაქვს ბატონ ზაქარია, ერთ-ერთ მთავარ თემაზე, რომელზეც ითქვა მამუკა მდინარაძე დღეს საუბრობს, რომ შეუძლია დაგვიდასტუროს, რომ მუხრანში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა უკვე 2018 წლიდან მოხდეს. ამაზე თქვენ რა პოზიცია გაქვთ და ამაზე თუ იყო ასთა სხვადასხვაობა თუ აქ რაღაც ერთიანია მართველი გუნდი? აქ უფრო უმეტესობა განწყობილია, რომ თავდაპირველად უმეტესობა განწყობილია, რომ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე 18 წლიდან და ეს ამ შემთხვევაში მამუკა გამოხატავს სწორად უმრავლესობაში არსებულ
ჩემი აზრით შეიძლება ვწდები, მაგრამ მე სტაბილურობ დამშ უმრავლესობის ეს განცდა აქვს, რომ ეხლავე ჩატარდეს არაპირდაპირი არჩევნები. ჩემი სუბიექტური მოსაზრება იყო და არის იმაში, რომ მე ვერ ხედავ პანაციას ან ერთში, ან მეორეში. მე ორივე დასაშვებად მიმაჩნია პირდაპირი არჩევნებიც და არაპირდაპირი არჩევნები. მე ვერც ერთში ვხედავ საფრთხეს და ვერც მეორეში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ უპირატესობას არ ვაენჭებ რომელიმეს. მე ორივეს უშვებ, როგორც პირადად ზაქარია, ორივეს უშვებს და ანუ არ არის გამორიცხული, რომ 2018 წელსვე იყოს არაპირდაპირი არჩევის წესი, ბატონ ზაქრო? გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ რაც მამუკამ თქვა, ეს განწყობა მე ვიგრძენი უმრავლესობაში. ეს განწყობა ნამდვილად იყო, რომ თქვათ, თუ სწორია, მოდი გავაკეთოთ სწორი ეხლავე. სწორი ნაბიჯი მივიღოთ გადავდგეთ ეხლავე. ეს განწყობა არის უმრავლესობაში. ასე ამ შემთხვევაში მამუკა და პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის პოზიციაზე იდგნენ. ძალიან დიდი მადლობა ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც დახურული სხდომის დეტალებზე გვესაუბრებოდა. და მთავარი თემა დაღუპულად გამოცხადებული მფრინავის მიმართვა ოჯახს. დედა არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან მიყვარხართ გემშვიდობები. ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ოჯახის წევრებს თხოვს, არ დაუჯერონ არავის, რომ მას თითქოს ვინმე ყავს ჩახოცილი. დაღუპულად გამოცხადებული მფრინავის ვიდეო მიმართვა ტელეკომპანია იბერიამ გაავრცელა. სოსო ოსურაულის ძმა საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. საგარეო უწყებას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. რა დროინდელია ვიდეო, სად არის ჩაწერილი და თუ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი 4 შვილის მამა ცოცხალია, რას აკეთებს ხელისუფლება მის გამოსახსნელად, ან რატომ გამოაცხადეს ის გარდაცვლილად? ამ შეკითხვებზე პასუხების მიღებას შევეცდებით. საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექადვალი იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც სააგენტოებთან აცხადებს, რომ ეს რამდენიმე თვის წინანდელი ვიდეოა და დავით ნემსაძე შეერაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი არის ჩვენი პირველი სტუმარი ამ თემაზე. ბატონ დავით, იქნებ გვითხრათ თქვენი ინფორმაციით, რა დროინდელია ვიდეო, ჩვენ ვნახეთ ასევე თქვენივე გავრცელებული ფოტო